oi საყურეო, გრძნობით ამრევო, ვინ ბაგეშინს ქვეშ დაიტკბარუნოს, მონ უკვდავების შარბათი ვინ სვის, ვინ სულით ვისი სეთ დაგაკონოს. ეს სიტყვები ნიკოლოზ ბარათაშვილს მიუძღვნია თავისი ლექსების მუზისთვის, ეკატერინე ჭავჭავაძისთვის. ნიკოლოზი ერთხელ ბანკეტზე შეხვედრია ეკატერინეს. სანთლების შუქზე გაჩახჩახებულ მის ბროლის მკერცსა და ღვთაებრივ სახეს, რომლებსაც საყურეების ჩრდილთა ციალი აცისკრონებდა. გაუგიჟებია პოეტი. გონება დაკარგული მეორე ოთახში გავარდნილ და მეგობრისთვის, ლევან მელიქიშვილისთვის შეუჩივლია. ლევან გავგიშდი, მეტი აღარ ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. ღვთის განაჩენი კაცი, ვერ ნახავს ვერაფერს უკეთეს. ეკატერინე ჭავჭავაძე ცნობილი გენერლისა და პოეტის, ალექსანდრ ჭავჭავაძის ასული იყო. იგი იშვიათი სილამაზითა და სიბრძნითაც გამორჩეული ყოფილა. მას წინანდლის ვარდსაც იძახდნენ. როგორც გადმოცემებით ირკვევა, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ლიტერატურულ სალონებში. ბევრი ლექსია მისი მისამართით დაწერილი, თუმცა ბარათაშვილმა სხვა დატვირთვა და ელფერი მიანიჭა მის სახეს. ცის საფერს, ლურჯ საფერს, პირველად ქმნილ საფერს და არა მქვეყნიურს, სიყრმითგან ვეტრფოდი. თავრინა ეკატერინა თავად დადიანზე გათხოვების შემდეგაც არ წყვეტდა სიყრმის მეგობართან სულიერ ურთიერთობას. ამის დასტურია ლექსი „ნა ფორტეპიანოზე მომღერალი“, სადაც პოეტი სათაურში სახელსაც არ აწერს ბოლომდე. სავარაუდოდ თავს იკავებს, თუმცა მგოსნის გრძნობა ისედაც ნათელია, როცა ატირებული სატრფო სურათს გაკვირით გადმოგვცემს. ხაწვნი ნაცრემ, ტრფიალთ დამწველ, თმანი ნაშალ. მეცნიერები ვერ ადასტურებენ, რომ მათ მართლა უყვარდათ ერთმანეთი. ამის საბუთად მხოლოდ ბარათაშვილის ლექსები გვაქვს ხელთ. თანამედროვეთა გადმოცემით, ეკატერინეს დავით დადიანთან ჯვრისწერისას გული შესწუხებია და ცუდად გამხდარა. როგორც ამბობდნენ, იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ გაუთხოვებიათ. სიცოცხლის ბოლო წლებში სწორედ ეკატერინემ გადასცა ნიკოლოზისაგან საკუთარი ხელით გადაწერილი ლექსების კრებული მასთან სტუმრად მისულ ილია ჭავჭავაძესა და კოხტა აფხაზ ცარსკოეს სელოში. მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ნიკოლოზ ბარათაშვილი ჰყავს. პოეტს განსაკუთრებული ურთიერთობა ეკატერინესთან შემდგომში შეუნარჩუნებია. იგი ბუნებრივია ვერ იქნებოდა მასზე ნაწყენი სხვაზე დაქორწინების გამო. ვინაიდან მას არც სიყვარულის, არც თავშესაფრის, არცნაირ საიმედოს შემოთავაზება არ შეეძლო თავის დროზე საოცნებო ქალისთვის. ამიტომ ბედშეგუებული მხოლოდ ლექსებს თუ გაანდობდა კაეშანსა და უსაზღვრო ტკივილს. მეგობრის, მაიკო ორბელიანისადმი მიძღვნილ წერილში ვკითხულობთ. ვინც მაღალი გრძნობის მქონი მეგონა, იგივე ნახე უგულო, ვისიც სულიდან ვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისაც ცრემლნი მეგონებოდნენ, ცრემლად სიხარულისა, გამომეტყველებად მშვენიერი სულისა, თურმე ყოფილან ნიშანი ცბიერებისა. ამ კონტექსტში ცბიერი ცრემლი მხოლოდ ეკატერინეს მიემართებოდა. პირუმტკიცო ბანოვანიც, ის იყო და პირველქმნელი ცისფერი თვალების მქონე ქალბატონიც. და მაინც, ის ვინც ნიკოლოზ ბარათაშვილის სულს ბოლომდე ჩაწვდა, ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. ხოლო, როცა პოეტის დაღუპვის სამწუხარო ამბავი მამას ეკატერინესთვის წერილით შეუტყობინებია, ჩვენი ტატო გარდაცვლილაო განჯას. ქალის გამგმირავმა ხმამ და კივილმა ცამდე უწია თურმე. დრო გაიყინა ზუგდიდის სასახლეში. ბევრმა არ იცის, რომ ყოლაფრით უიღბლო პოეტს კიდევ ერთი მუზა ჰყავდა, გონჩა ბეგუმი, იგივე ბეიმი,
ნიკოლოზი 1841 წელს ნახიჩევანის მაზრის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა აზერბაიჯანში. შემდეგ კი გადავიდა განჯაში, სადაც შეხვდა ახალგაზრდა ქალს, გონჩას. როგორც მეცნიერები ამბობენ, ბარათაშვილის განჯაში დაწერილ ლექსთაგან მხოლოდ ორი გადარჩენილა. მადლი შენს გამჩენს, ლამაზო ქალო. მადლი შენს გამჩენს, ლამაზო ქალო. დღისით მსევ, ღამით მთვარეო, წყნარო და ადამიანო. შენის ლოდინით სულდგმულ ვარ, თაყვანს ვცემ შენს სასახელსა. დედის ერთა ვარ, ნუ მალკლა, ნუ დამანები მსოფელსა. გოსნის ამდროინდელი წერილებიდან იკვეთება ამ ლექსის ადრესატის ვინაობა. 18 წლის ლამაზი და მარილიანი ხანის ასულის სახე. ნიკოლოზის წერილში წერია. ახლა ნახიჩევანში ერთი ახალი ლექსი, 18 წლის ქალის ნათქვა, რომელსაც სახელად გონჩა ბეგმო ჰქვია. გონჩამ მკვლევართა აზრით ძალიან ადრე გაუთხოვებია თუ სიყვარულოდ. შემდეგში კი თურმე ამ არასასურველი ქორწინებიდან თავის დახსნას ცდილობდა. სურდა ქმარს გაშორებოდა, რაც მაშინდელ კავკასიაში იოლი საქმე არ იყო. გაყრის საკითხი ბარათაშვილის მეგობარს, მაზრის უფროს ლევან მელიქიჩულს უნდა გადაეწყვიტა. იგი ერთგან წერს კიდეც ამაზე. ტატო, დღეთა ღამე, იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო, მე. როგორც დამჯდარი კაცი, არ ავშვრები. ტატომ გონჩა ბეგუმი ხანის სასახლეში გამართულ მეჩლისზე გაიცნო. ალბათ პოეტი განიცდიდა უიღბლო გოგონას ბედს. აპირებდა მისი ლექსებიც ეთარგმნა. მაიკო ორბელიანისადმი მიწყნულ წერილში პოეტი საყვედურობს მეგობარს, რომ მან არასწორად გაიგო გონჩას მიმართ მისი გრძნობები. წუხვარ, რო ვერ გამოიცნ ჩემი მოქმედება. მე კიდეც შევარიგე ცოლქმარი. მართალია ბარათაშვილმა ისინი შეარიგა, მაგრამ თავად მალე შეიცვალა განწყობა. არ ჩანს სილაღე, მხოლოდ სატრფოს დაკარგვით გამოწვეული უიმედობა იკითხება მის ლექსებში. პოეტს ეტყობა მართლაც ჰქონდა გარკვეული გრძნობა მის მიმართ, რასაც სახელს თავადაც ვერ არქმევდა. შემორჩენილი ცნობებით გონჩა ბეგუმს სხვა მამაკაცი ყვარებია. მისი ლექსების ადრესატიც სწორედ ის ყოფილა. პოეტის მემკვიდრეობა კი დღესაც მისი აღსრულებიდან 180 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გვიყვება, რომ ზოგჯერ სიყვარულიც ვერ აამებს მიწიერ ტკივილებსა და მიუსაფარი სულის წრიალს. ვერ ღაღმიკო სიყვარულმა კვალად ტაძარი, ვერსა დაყვანდი დაშთომილი მისი ლამპარი. ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნოგეშის კარი და დავალობლად ისევ წირი მიუსაფარი.